აი ერთი წუთი წარმოვიდგინოს სპეციალურად პრობლემა და ჩვენ თქვენთან ერთად აბა გავიხსენოთ როგორ მეტყველებს კახელი კაცი თელავში აი ეს ზუსტად იმას ვამბობდი მე როგორ მეტყველებს აი დავუშვათ ლანჩხუთში ან ოზურგეთში გურული აბა თუ შეიძლება მეთქარით ახლა წარმოვიდგინოთ ერთი წუთით აი რომელიც იქ ცხოვრობს თელაველი კაცი ან ჩოხატაური კაცი სწორად გავიგე ეს არის ორი უზარმაზარი მწვერვალი მე ისე ვთქვი ასევე სვანეთი რა თქმა უნდა ასევეა სამეგრელო ჩვენი მთა თუშეთი და ასე შემდეგ ყველგან ჩვენი სიმდიდრეც ეს არის რადგან ჩემი საზრით მე ვფიქრობ ასეთ ეს არის რომ გვაქვს ჩაკრულო და გვაქვს ხასამეგორი აბა წარმოვიდგინეთ შეადარეთ ერთმანეთს სიმღერები ურთარო როგორი ქართულია და აი რა ხალხა განსხვავება მათ შორის ხასიათით დამოხსილაღით და უშად სიმკვირცხლით და ასე შემდეგ მე ვადარებ ხო უბრალოდ თქვენ ეხავთ საუბარი იქეთკენ რომ კახურ სიმღერას კახალი უნდა ასრულებდეს და სიმღერას გურული სვანურ სიმღერას სვანი თუ გინდა რომ მივიღოთ ის ჭეშმარიტი კახური სიმღერა სურნელი ნამდვილი რასაც ვქენ მართალებს განდებით და სწორედ აქა ჩვენი უგოდურებაც რომ აი ვერა გვაქვს ახლა ამ შემთხვევაში ასე საქმე აწყობილი ამბობენ ბატონი კირილე ბაჭგურიას დროს ასე ყოფილა ეს ყოფილა ფრთები აი გურულების ფრთა მეგრელების ფრთა ჩვენამდე მოაღწია რამოდენიმე ჩანაწერმა და ვიცით ეს ამბავი ჩვენ არ გვინდა აი ფართოდ არის გავრცელებული და შეიძლება ბევრი ფიქრი იმაზე აი ნოკო ხურცია ავიღოთ თუნდაც როცა გყავს ნოკო ხურცია როცა გყავდა არანია ერქომაშვილი ვლადიმერ ბერძენიშვილი და ასე შემდეგ მაპატიოს დანარჩენი კოროშინაძეები იქეთ ვანუჭედლიშვილი და ავლეთ გონაშვილი გასაგებია უკვე რომ ეს როგორი რაოდენობა და რაზე შეიძლება ლაპარაკი აი ბატონო ილია 100 წელი იცხოვროს მაგრამ ხო უნდა მას შემსვლელი უნდა მაპატიოს ჩვენი ასაფასეროა მაგრამ არ არის დღეს ვერ ხედავ მის შემსვლელს არის მოიყვანა თუმცა თბილისში ცხოვრობს ისიც რაიონიდან არის შემსვლელებელი თუნდაც ქართული სიმღერის ნიჭიერი კაცი გვყავს იმას ბინა უნდა ისიც ჩამოსული საიდუმლო არის კურცხალიაზე მოზარ კურცხალიაზე რომელიც სხვათა შორის ქართული სიმღერების კარგი შემსრულებლად შეიძლება ჩაითვალოს და მინდა გავამახვილებდეს ყურადღება რომ არ შემოგვედაოს ტელემაყურებელი 6 წელი იცხოვა საგარეჯოში გასაგებია 6 წელი ისე გვარი არაფერში არის ისე იგი და ეს თქმა უნდა უშუალებელი პრაქტიკაა თვითონ ნიჭიერი კაცია და შეძლებს კიდეც გეტყვით პატრიციულ ტელემაყურებლები რომ ჩვენ აი სწორედ იმ საუბრის შემდეგ რაც ვილაპარაკეთ თუ რა სიკეთის მოდანა შეგვიძლია სხვადასხვა თბილისში მაცხოვრებელ ხალხს რომლებიც აი ერთად სამში არ არიან მაგრამ შეუძლიათ ერთად სიმღერა აი ამის საილუსტრაციოდ ეხლა მე თქო ჩვენს რეჟისორს ბატონ თემურ ფაფერაშვილს ცოტა ხნით გააჩეროს ვიდეო ჩაწერა და აქ მეზობლად გიორგი დოლიძე გველოდება მას შემოვიყვან და ჩვენ მივიღებთ ერთ სიმღერას მე ბატონი ჯემალი და ბატონი გიორგი დოლიძე თქვენთვის გურულ სიმღერას ქალაქელი მომღერლების დონეზე ქალაქელი მომღერლების დონეზე
გალობას თურმეს სხვა იყვარებიან აიმინო მე მინდა კიდევ ერთი სიმღერა შემოგთავაზოთ, რომელსაც ისევ ბატონ ჯემალთან ერთად შეასრულებს იმღერებს უпростоრად ზაურ პოლქვაძე და ლევან გოლიაძე. ამიტომ ჯემალ ბატონო, გთხოვთ თქვენ გადაბრძანდეთ იქეთ, სადაც ეს ბიჭები შეხედან.